მართალია, ბევრისთვისაა ცნობილი ანტონიუსის და კლეოპატრას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, გზააბნეული რომაელი გენერლისა, რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდა ეგვიპტის მომხიბვლელი დედოფალი. ორივე მათგანმა სიცოცხლის დათმობა არჩია უერთმანეთო სამყაროში ცხოვრებას. მაგრამ ცოტამ თუ იცის საიდუმლო ამბავი ყველაზე მოთხოვნადი პრიზისა და მათი დროის გადაუჭრელი თავსატეხისა. კლეოპატრას მესამე კვერცხის საიდუმლო. მათი ქორწილის დღეს, მათი ერთგულების უკვდავების სიმბოლოდ მარკუს ანტონიუსმა კლეოპატრას 3 კვერცხი მიართვა, ერთი მეორეზე უფრო დახვეწილი. საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ამ კვერცხების ამბავი სხვა არაფერი იყო თუ არა მითი და უბრალოდ ჭორი. მაგრამ შემდეგ 1907 წელს კაიროს მისადგომებთან ადგილობრივმა ფერმერმა აღმოაჩინა 2 მათგანი. ზოგი ამბობს, რომ მესამე კვერცხი არასდროს უპოვიათ. სხვები ამტკიცებენ, რომ ისიც იპოვეს, მაგრამ სწრაფადვე დაიკარგა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. შემოგვიერთდით და ერთად გავიგოთ პასუხი ამ კითხვაზე. რა ბედი ეწია კლეოპატრას მესამე დაკარგულ კვერცხს? ვის მფლობელობაში შეიძლება იყოს ის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოდესმე მოვესწრები დღეს, როცა ეს 3 კვერცხი ისევ გაერთიანდება, პირველად 2000 წლის შემდეგ. კლეოპატრას პირველი კვერცხი გამოფენილია და მისი ნახვა ყველა შეუძლია. მსოფლიოში ცნობილ რომის მუზეუმში, წმინდა ანგელოზის ციხესიმაგრეში. მეორე კვერცხი არაერთხელ გაიყიდა აუქციონებზე და ამჟამად კერძო საკუთრებაშია. წითელი ცირკულარი. დაპატიმრების ორდერის უმაღლესი დონე, რომელსაც საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია გასცემს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დამნაშავეების შემთხვევაში გამოიყენება. რომი. შენ პოლიციელი არ ხარ. მართალი ხარ არ ვარ. შვენივრად იცი, რასაც გულისხმობ აგენტო, შენი სამკერდე ნიშანი აქ არ გამოდგება, ამიტომ ამერიკელი ვიტკო ბობანა არ დაიწყო. ნუ ღელავ, ტყავის შარვალი სახლში დავტოვე. დარწმუნებული ხარ? ვიცი ის როგორც ფიქრობს. ეს დღეს მოხდება. დამიჯერე. კარგი, წავედით. შეუძლებელია. ეს თხოვნა არ არის, მუზეუმი უნდა დაკეთოთ. დამთვალიერებლების ევაკუირება მოახდინოთ და ყველა შესასვლელი და გასასვლელი დაუყოვნებლივ ჩაკეთოთ. და ინტერპოლს აქვს იმის უფლება, რომ ამის გაკეთება მაინც-ულოს. ჩემს გამოცდას არ გირჩევ დირექტორი. დაუჯერეთ მას და თქვენ ვინ ხართ? მისი პირადი მცველი? ეს სპეცაგენტი ჯონ ჰარტლია FBI-ის ქცევის ანალიზის განყოფილებიდან. ჩვენი კონსულტანტია ხელოვნების სფეროს დანაშაულებში. ანალიტიკოსი არ გავხართ. ო, მაგას ხშირად მეუბნებიან. 50 საათის წინ აგენტმა ჰარტლიმ მიიღო სანდო ინფორმაცია, რომ სოფლიოში ნომერ პირველი ძებნილი ქურდი, კაცის სახელად ნოლან ბუდი დღეს აპირებს კლეოპატრას კვერცხის მოპარვას. და ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია? კუმ. თქვენ ალბათ ხუმრობთ. ჩემო ძვირფასო, ეგ თქვენი კუ უბრალოდ ავისულია, ხელოვნების სამყაროში. გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც ყველაფერს აბრალებთ თქვენ და თქვენი მეგობრები, ძალოვანი სტრუქტურებიდან, როცა დანაშაულის გასახსნელად კომპეტენცია არ ყოფნით. მისმინეთ, თუ მას არ შევაჩერებთ, ამ კვერცხს დღეს მოიპარავს. თუ უკვე მოპარული არ არის.
მოპარულიო არა? ახლა კითხუნებას დამთავრთ ინსპექტორო თქვენ სუპერვაიზერთან მაქვს დასარეკი. ამ ოთახში თერმული სენსორები გაქვთ? რა თქმა უნდა. მაჩვენეთ. დროს ტყუილად გვაკარგვინებთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რას ეძებთ? კლეოპატრას პირველი კვერცხი 18 კარატიანი ოქროთია დაფარული და ოქრო რადიაციას ირეკლავს. კვერცხი ამ ოთახის სითბოს უნდა ირეკლავდეს, ანუ წითელი უნდა იყოს და არა ლურჯი. ალბათ უბრალოდ თერმული სენსორი ურევს. ამის გასარკვევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ბოდიში მეგობარო, მაგრამ მუზეუმში სასმლის ან საჭმლის შემოტანა არ შეიძლება. მადლობა. არა, მოიცადეთ, რას აკეთებთ? რა ჩაიფიქრეთ? დამშვიდით, ყველაფერი რიგზია, იცის რასაც აკეთებს. ჩაგედეთ დარბაზი, ახლავე. გაიწიეთ. გასასვლელისკენ მირბის. არ გაინძრე. აქ არის. დამხმარე ძალა გამოგზავნეთ. არაჩოზეა, სასწრაფოდ გჭირდება. მერთო, როგორ შემაშინე? იცანი, ის მელოდი კუნთების გროვა არ ხარ, რომ ვერ დამეწია, ჩანთაში რა გიდევს. ამერიკელი ყოფილ ხარ, რომში რამ ჩამოგიყვანა? ჯელატო, კოლიზეუმი. ხო, მშვენიერია, საოცარი ადგილებია, ხო? პირველად ხარ, ხო? მაგარი დაჭერობანა გამოგვივიდა, არა? რამდენჯერ შეიცვალა ვითარება, გაასწორა. ვინ იცოდა, რომ ყველაფერი ესე დამთავრდებოდა, მე ვიცოდი. გასაგებია. გართობა დამთავრდა, ნოლან ბუდ.
მომეცი ეგ ჩანთა შეტრიალდი ხელების ზურგს უკან დაპატიმრებული ხართ. კარგი, ოღონდ ერთი წუთით. მხოლოდ ორი კითხვა მაქვს, შეიძლება? კარგი. პირველი კითხვა. ეგ ურთუკი სადაითრიე? მაგარ სტილზეა ძმაო. ახლა სადღაც ძალიან შიშველი ძროხა დგას და ჩურჩულებს. ამად ღირდა. და მეორე კითხვა, ჩემს დაპატიმრებას ეხება, რომელზეც საერთოდ არ გეწინააღმდეგები. ვიცი რომ პატარა ძალიან ცუდად იქცეოდა და რამე ხო, მაგრამ შემთხვევით სამკერდე ნიშანი ან რამე ასეთი ხომ არ წამოგიღია, იქნებ მაგდიდებულ საყელოში გაქვს ჩამალული. სამკერდე ნიშნის ჩვენება არაფერში მჭირდება, რადგან იარაღი მაქვს. მომისმინე, ძალიან თუნდ მდგომარეობაში მაყენებ იდენტიფიკაციის გარეშე საიდან უნდა ვიცოდე ვინ ხარ. რა ვიცი, იქნებ შენ ხარ ცუდი ბიჭი და მე კიდევ ხო, მე მეორე ცუდი ბიჭი. მართალი ხარ, ცუდი ბიჭი ვარ. ახლა მოკეტე და ჩანთა მომეცი სანამ პირდაპირ პირში გესროლე. მოიცადე, არა, ამას სიამოვნებით მოგცემ. ხო, რა პრობლემაა? აიღე. მაინც არაფერში მჭირდება, მაგრამ რომ იცოდე, ეს ვითარება მაგრად მწაბავს. არ გაინდრე. გამომღები. რა ჯანდაბა? სად მიდიხარ? ნაბიჯვარო. შეგიძლიათ დამიჭირო? მადლობა. რა საკეთებ, იდიოტო, ბრმა ხარ, ჯანდაბა. ბალი. 46 საათის შემდეგ. რა კარგად მოწყობილ ხარ? სპეცაგენტი ჯონ ჰარტლი, FBI. ერთმანეთს უკვე ვიცნობთ. შენი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ხომ არ ხარ? კი ბატონო. კარგია რომ ესენი არ არიან. გამარჯობა ბიჭებო, შეგიძლიათ ფეხსაცმელები არ გაიხადოთ. დარწმუნებულები ხართ რომ საკმარისი იარაღი წამოიღეთ? რა შემიძლია გითხრა? ყოველთვის ჯობია თავი დაისხვიო. არ არსებობს შეუპოვარი ინსპექტორი დასი.
ამას არაფრის დიდებით არ გამოვტოვებდი. ამას ავიღებ. მადლობა. ყოველთვის მიხარია ფანებთან შეხვედრა. მე რა საყვარელი ხარ? იცი რა არის კიდევ საყვარლობა? თუ რამეთ ქვეყანაში გეძებენ და შემიძლია ავირჩიო, სად გაგიშვებ, სანამ შენი სასამართლო დაინიშნება. შენი გაქცევის ისტორიებს თუ გავითვალისწინებთ, 6-დან 6 არა? ხო, კიდევ ერთიც და შოუშენგი საპატიო კურთუქს მივიღებ. იხუმრე რამდენიც გინდა, მაგრამ მალე სამყაროს ყველაზე საშინელ ადგილას ამაყობ თავს. შენი ინსტაგრამის აკაუნტზე, იცი უფრო და უფრო არ მომწონს ხარ. კარგი რა, არ მოგწონვარ? შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ. შეიძლება იმდენი საერთო კონდეს. შეიძლება არ გიცნობ, მაგრამ შენი საქმე გულდასმით შევისწავლე მას შემდეგ, რაც უილიამ სტრანგის ქალი წითელი ქუდით მოიბარე ტეიტიდან 2014-ში. ვერ დაამტკიცებ, რომ ეგ მე ვიყავი. მე ციზე ვიყიდე. დიდი ხანია გაგვერდები. თუ გინდა მოგიყვები სინამდვილეში ვინ ხარ. რა თქმა უნდა, გისმენ. დედის ერთა, ხო? მამა შვეიცარიელი პოლიციელი, დედა ამერიკელი პროფესორი. ქურდობა სადღაც 6-დან 8 წლამდე ასაკში დაიწყე. მალევე აღმოაჩინე, რომ ამის ნიჭი ჰქონდა. ეს თავს განსაკუთრებულად და განსხვავებულად გაგრძნობინებდა, მარტო მუშაობა მოგწონს, გუნდი არ ყავს. მხოლოდ ის საქმეებს კიდევ ხელს, რასაც ხმაური მოხება, რაც მეუბნება, რომ მამას მხოლოდ მძაფრის შეგრძნებებისთვის აკეთებდა, არა ფულისთვის. გაგიჟდი? ფულზე ვგიჟდები. ჯერ არ დამისრულებია. საუკეთესო ნაწილზე ახლა გადავდივარ. მადლობა. არაფრის. ბევრი ქურდი ამტკიცებს, რომ ამას მხოლოდ ფულის გულისთვის აკეთებს. მაგაში ორიგინალურობით ვერ გამოირჩევი, მაგრამ აქ უჩვეულო სხვა რამეა. რისკი, რომელზეც შენ მიდიხარ. საფრთხე გიზიდავს, თითქოს გინდა რომ დაგიჭირონ, რათა მერე გაქცევა შეძლო. ისევ და ისევ რომ დაუმტკიცოს შენს თავს, რომ საუკეთესო ხარ, რომ ყველას ჯობი ხარ და რომ ამის ღირსი ხარ. რისი ღირსი? ამ შენი ლექციის, მამა შენი სიყვარულის. გილოცავ. როგორ მიპოვე? როგორც ის გავიგე, რომ რომში კვერცხის მოპარვას აპირებდი. კო. გადასაყვანად მოამზადეთ. ბოთ, იცი რა მაინტერესებს? როგორი შეგრძნება, როცა იცი, რომ სოფლიოში ნომერ პირველმა ძებნილმა ქურდმა ჩაგიშვა. მე ვარ სოფლიოში ნომერ პირველი ძებნილი ქურდი. იყავი. მოიცადეთ, გაჩერდით. ამ რაღაცას იმ მანქანაში არ ჩავდებ, სადაც იზის. ასაფრენ ბილიქზე შევხვდებით. შეხვედრამდე. კარი, ღია. კარგი, შეგვიძლია წავიდეთ. რომი, 32 საათის შემდეგ. მადლობა. გამარჯობა. ქალაქიდან მიდიხარ? 1 საათში მაქვს ფრენა. რამე მოხდა? ხო, რაღაც მოხდა. კარგი, მითხარი, რა ხდება? რა სასაცილოა, მაგის კითხვა შენთვის ვაპირებდი. ეს საკრატომაა. რა? ეს
პასდაუდებელი უძველესი კულტურის ნიმუში. ბუტმა ყალბი კვერცხი შემოგდენა. ვაღიარებ თავიდან მეც მაშინვე ბუტზე ვიფიქრე, მაგრამ მე საკუთარ თავს გითხრე. რატომ ედოვი ადამიანს, რომელსაც სულ რაღაც 72 საათის წინ შევხვდი მეთქი და რომლის ვინაობის დამადასტურებელი საბუთებიც მხოლოდ წერილობითი ფორმით მოვიდა უწყებათა შორისი კომუნიკეტი. ამიტომ გადავწყვიტე ანალიტიკური განყოფილების დირექტორის თანაშემწესთან ამერიკა ქუანტიკოში. საყვარელი ქალია შენზე არასოდეს მე. შეუძლებელია. ვითომ? ეს შეუძლებელია. ისეთივე შეუძლებელია, როგორც ის ფაქტი, რომ ჯონ ჰარკლიმ შვეიცარიის ბანკის ანგარიშში მესამე უცნობი მხარისგან $8 მილიონი მიიღო იმავე დღეს, როცა კვერცხი მოიპარეს. საკმაოდ უცნაური დამთხვევა არა, აგენტო? სამიზნეს ხედავთ. მომისმინე დას, რასაც არ უნდა ფიქრობდე, ჩემზე იცოდე, მე არაფერი დამიშავებია. ამის უკან ვიღაც დგას. შეიძლება გულ, შეიძლება თვითონ ბუტი. მე არაფერ შუაში ვარ. შეიძლება ასეცაა, მაგრამ სანამ ყველაფერს არ გავარკვევ, იქ მეყოლებით, სადაც მარტივად გიპოვით. საერთოდ შურის ძიება ჩემი სტილი არაა, მაგრამ მე თქვენ გენდეთ, თქვენ კი გული მატკინეთ. ამიტომ თქვენთვის განსაკუთრებული ადგილი შევარჩიე. იქ ცოტა ბნელა და ცივა. ადამიანის უფლებებსაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ. დაპატიმრებული ხართ, აგენტო ჰარკლი. და შემომხედეთ, თვალებში ჩამხედეთ. მე ეს არ გამიკეთებია. თქვენი არ მჯერა. რუსეთი. ზემოთ გირჩევნია თუ ქვემოთ? მნიშვნელობა არ აქვს. ამას ციხე გადაწყვეტს. მე გადავებით. ინსპექტორ დას, ერთ რამეს ნამდვილად ვერ დაუკარგავთ. იუმორის გრძნობა აქვს ქალს. გამიხარდა მეზობელო. მართალი ხარ, ჯერ უნდა დაიბანო. ნუ ღელო, აქ არაფერი გემუქრება. თუ ვერავინ გაიგებს, რომ პოლიციელი ხარ, თორემ მერე უეჭველი მოკლავენ. როგორც ჩანს, კუმ დიდი ხნის წინ ამოგიღო მიზანში. შენი ნდობა მოიპოვა, ჩემი ჩაშვებით. წესი პირველი პოლიციელის გადმობირება თუ გინდა ვინმე უნდა ჩაუშვა. ვიცი, საერთოდ ნდობის მოპოვება როგორც ხდება, დამიჯერე. ახლა უკვე ნამდვილად იცი. ანუ ის მისტიური ქურდი, რომელმაც ხასავით გამყიდა, იგივე ტიპია, ვინც შენ გაგიჩალიჩა. რა უცნაური დამთხვევა არა? ეს დამთხვევა არ არის, ეს გეგმაა. კუმ ერთი სვლით თამაშიდან გაიყვანა მისი მთავარი კონკურენტი და წამყვანი გამომძიებელი. 2 ჩიტი, 1 ქვით. კვერცხით. რა? 2 ჩიტი, 1 კვერცხით. უეჭველი ხუმრობა იყო, პოსტმალონიც კი მიხვდა. პირდაპირ ფერმიდან მოტანილი პროდუქტები და არა? მადლობა. ვერაფრით ვერ ხვდები მიზეს. რა შეჭირდებოდა კურს ჩემი თავიდან მოშორება, როცა კვერცხი სადაც მას ჰქონდა? რა დარჩა? $300 მილიონი მე გადავები? მსგავსი ფასი ცხოვრებაში არ მსმენია, არავის მსმენია. მაგრამ შენ ვერ ხვდები, ეს მხოლოდ ერთი კვერცხის ფასი არ არის. მოკლედ, ემა ასეთია, ვინც ეგვიპტელ მილიარდერს სამივე კვერცხს მიუტანს თავისი ქალიშვილის ქორწილის ღამეს. მას მარმარილოში ჩასვამს. სხვათა შორის. არ გაინტერესებს რა ქვია, ფულიანი მამიკოს განებივრებულ ქალიშვილს? არა, ვერ გამოიცნობ, კლეოპატრა. ხო, რასიზამ საშინელი ხალხია, მაგრამ მე ფული მიყვარს ასე რომ. კარგი და მე როგორ? არავინ იცის, სად არის მესამე კვერცხი, ის არასდროს უპოვიათ. ვერ მოგატყუებ. ეგ საკმაოდ დიდი პრობლემაა. ჯერ მეორე კვერცხის მოგვარებას ვაპირებდი და დანარჩენი გამოჩნდებოდა რა. კარგი ბიუროს მონაცემებისგან ახმად მეორე კვერცხი იარაღის საერთაშორისო დილერის მფლობელობაშია. სოტო ვოჩე, მაგ ტიპზე ყველაფერი ვიცი. 14 წლის რომ იყო მამამისმა მისი დახჭობა სცადა. ვერავინ იტანს მაგ ნაბიჯვარს. როგორც ჩანს, ამ გამოცდილებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და ახლა მისი ჰობი ადამიანების დახჭობაა, მაგრად გაიფობს ამით. მოკლედ, მაგარი საშიში ტიპია, მაგრამ გართობაზე უარს არასდროს ამბობს. ყოველ წელს მდიდრულ მასკარადს აწყობს თავისი მყიდველებისთვის ვალენსიაში. თავის სავარაუდოდ ძალიან პატარა პენისი მაქვს ვილაში.
მისი კლიენტურა ანონიმურობის დიდი თაყვანისმცემელია, ამიტომ ფართო დახუჭული თვალები იდეალური ფორმატია ყველასთვის. მაგრამ არც ერთმა სტუმარმა არ იცის რა არის ზემოთ, საიდუმლო საცავში ჩაკეტილი. რომ მისტერ პერანგირაში მჭირდება სპას და უდებელი და უძველესი ხელოვნების ნიმუში აქვს თავის მფლობელობაში. რასაც მე კლეოპატრას მეორე კვერცხს ვეძახი. რომელიც დგას და მე ვეტრება რომ მოვიპარო. ახლა უკვე იქვიქნებოდი ასეთი მაგარი პოლიციელი რომ არისო. გეყოფა, რა, მაგას მოშები, რას? ვიცი რასაც აკეთებ, არაფერს არ ვაკეთებ მომისმინე. ამ ტიპებმა რომ გაიგონ, რომ პოლიციელი ხარ. აქავრობა სავსეა მკვლელები და ტუალეტში ჩასარიცხი არყის მოყვარულებით ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შენი პოლიციასთან კავშირი არ გამშყავდეს. ნიეთ, პოლიცია, მომისმინე გეხვეწებია, ნიეთ, პოლიცია. ბიჭებო. ნიეთ, პოლიცია, პოლიციელი არ არის. ეს კაცი პოლიციელი არ არის. გესმით? შეუშვით ეს თქვენს გასიებულ თავებში. ის FBI-ის ანალიტიკოსია, რაც რეალურად იგივე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელია, მაგრამ პოლიციელი არ არის. თითქმის იგივეა, მაგრამ იგივე არ არის. მოკლედ მაგარი ჩახლართული ამბავია, ეს ჩვენი კარგი მეგობარი სპეცაგენტი ჯონ ჰარტლია. მივესალმოთ მას ჩვენს უსაყვარლეს და თბილ ციხეში. მადლობა ბიჭებო. მგონი არავის გაუგია. მშვიდობა. დასავლეთის ფრონტი უცვლელია. არავის. ხო. არა, ხო. დრაგო გრანდეს გაუგია. აქეთ მოდის. წესიერად მოიქეცი, არ შემარცხვინო. გამარჯობა, სერ. პოლიცია. შენ მოკვდები. მგონი იცის. იცის რომ პოლიციელი ხარ. დაგენძრა. აუშავს. აი შეგიძლია. ჩემი ჭამა. ცილები გჭირდება. გონი ჯობია ადგე, თორემ პატარა წუკნასავით გამოიყურები. ამას როგორც მეგობარი ისე გეუბნები. კარგი, მომისმინე. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ციხის უაზრო ჩხუბი ავტეხოთ და შენ ამას შეძლებ, შენსკენ ვარ. მოკლედ გთხოვ, ჩხუბი არ გვინდა. ჩვენს ადგილებს დაუბრუნდეთ და მშვიდად ვისადილოთ. საკნებში დაბრუნდით. ღმერთო. რა ნავარჯიშები ხარ, მაგრამ უკბილო ტიპმა ტუბერკულოზით მაინც მაგრად გაგალამაზა. კარგი, კარგი. იცოდე, კიდევ ერთხელ ამას ეცირობას და ეგ უკანასკნელი იქნება, რასაც გააკეთებ. გასაგებია. შენ მე არ მიცნობ, ბუტ. არა. წარმოდგენა არ გაქვს, მე რა შემიძლია. კარგი, მადლობა ღმერთს, რომ მოხვედით. კაპიტანს უნდა თქვენი ნახვა. წავედით. ამის? ჩვენი? კარგი. გამარჯობა ბიჭებო. ღმერთო ჩემო. ოჰო. თქვენ ხართ კაპიტანი? ჩემი რჩევა იქნება, რომ კარიერა შეიცვალოთ. ხომ, თლად პოდიუმზე ვერ გაკაჩავთ, მაგრამ რეგიონულ კატალოგში ან ფლაიერებში თავისუფლად ის არის სკო. რას მეუბნები, მართლა? მიხარია, რომ როგორც იქნა გაგიცანით, მისტერ ბუტ. ჩემთვის დიდი პატივია ნომერ მეორე ქურთთან შეხვედრა ხელოვნების სამყაროში. მივხვდი, რაც გააკეთეთ. ვითომ რა? ხო, წარსულში რამდენჯერმე გაგიმართლათ, მაგრამ გასულ წელს ვერც ერთ შემთხვევას ვერ გაიხსენებთ, როცა რამეში მაჯობეთ. ჰელსინკი. პარაშუტმა მიმთხოვნა. ჯაკარტა. სიგვეი ჩაიძირა. მაკაო. არავინ იცოდა, რომ მაილი საირუსი იქ იქნებოდა. კონცერტი სრულიად აუგეგმავი იყო. არსებობს თავის მართლება ან შედეგი. ორივე ერთად არ გამოდის. აქ რატომ ვართ? ჩვენგან რა გინდათ? გასაუბრება. პირველ რიგში აგენტო ჰარტლი მიიღე ჩემი გულწრფელი მობოდიშება რომში მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც კვერცხი მოვიპარე, თქვენს სახელზე დარეგისტრირებულ ანგარიშზე 8 მილიონი გადმოვრიცხე. ამის შემდეგ ის გადამრჩენოდა და ვლოდებოდი როდის გადაყლაპავდა დასი სათუარას. ერთ-ორ სწორ ღილაკზე დაჭერა და ზარი გადამისამართებულია. FBI-ის ანალიტიკური განყოფილება და შვიდობით, აგენტო ჯონ ჰარტლი.
გამარჯობა, თავარო ეჭმიდანილო. სასაცილო არა? მოგედე. თქვენ ჩემი ცხოვრება წაშალეთ. ახლა საკანში ვარ გამოკეტილი ამ კრეტინთან ერთად. კარგი, მაშინ საქმეზე გადავიდეთ. ვიცი რომ ეს აშკარაა, მაგრამ მაინც მიწევს გითხრათ, რომ პირველი კვერცხი მე მაქვს და 48 საათიც არ დამჭირდება, სანამ მეორე ჩემთან იქნება. მაგრამ ერთი პრობლემა რჩება. ბოლო კვერცხი. ხო, მაგაში არ გაგიმართლათ, არავინ იცის სად არის. ანუ თქვენთვის არ უთქვამს? არ უთხარი? რა არ გითქვამს? წარმოდგენა არ მაქვს არზე ლაპარაკობს. თქვენ მათ ამოსაგნებ ზუსტად იცი, სადაც არის მესამე კვერცხი. ითხოვება, წარმოდგენა არ მაქვს სად არის მესამე კვერცხი, ღმერთს გეფიცები. ვიცი სადაც არის მესამე კვერცხი, ღმერთს გეფიცები. ხო, ეს მე ვარ, სიტყვები უკან მე მაქვს. ეგ მართლა ვთქვი. და როდის აპირებდი ჩემთვის ამის თქმას? მესამე კვერცხის ამბავს არასდროს გეტყოდი, რადგან შენ პოლიციელი ხარ. მოკლედ ჩემი შემოთავაზება ასეთია, მისტერ ბუტ. თუ მეტყვი მესამე კვერცხი სად არის, აქედან გაგიყვან და 10%-ს მოგცემ. აბა სახეზე კარგად შემომხედე. რა სამწუხაროა, რომ ვერ შევთანხმდით. კარგი, იქნება აქ გადარებულმა რამდენიმე დღემ. აქ წლობით ამოლპობის პერსპექტივით გაიძულოს, რომ გადაიფიქრო. შემოგივლით მეორე კვერცხის ამბავს, რომ მოვაგვარებ. ხო, ოღონდ მერე შენი წილი 5% იქნება. მადლობა, კაპიტანო. ორივესთვის გატორღული სამუშაო. ნახვამდის. ძალიან ნუ მოგენატრებით. ვა, ბიჭებო. თუ ერთად ვიმუშავებთ და მის დაჭერაში დამეხმარები, კუს ისეთ რამეს უზამ, რაც შენ არ შეგიძლია. ეს ბინძური ლაპარაკი რა აუცილებელია, რა? არა. კარგი, შემდეგი 1, 2, 3. კისერი ამუშავე? იმას გულისხმობ, რომ ციხეში ჩავსვამ, სამუდამოდ. გამოიცანი მერე ვინ გახდება ნომერ პირველი ქურდი ხელოვნების სამყაროში. გუნდური მუშაობა? უცნაურად ჟღერს. საერთოდ გიჭირავს ეს თქვა. მაგითხვით შეურაცხყოფას მაკენებ. რა მექენი, თორემ ჩამოვარდება. დამშვიდი, ნუ პანიკობ. ხედავ? გუნდური მუშაობა. გუნდური. ძალიან უცნაურად ჟღერს, ვერ ჭდება. რაც არ უნდა თქვა რუსულ ციხეებზე, აქ საოცარი საპნები აქვთ. ანუ მუშაობთ ერთად, თუ არა. არავითარი ქიმიკატები და არომატები, სუფთა გლიცერინი, როგორც ძველად. დასუნე? მაგას არ დავსუნავ. სოტოვოჩეს მასკარადი ხვალღამეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გვინდა, რომ კუს მეორე კვერცხთან მისვლა დავასწროთ, ხვალდილა სამკეთლების მეორე მხარეს უნდა ვიყოთ. უკვე ვიცი როგორც მოვიპარა. გეგმის ჩასწორება მომიწევს, რადგან ვიცი, რომ კუც იქ იქნება, მაგრამ უეჭველი დავასწრებ. შენ თუ ჩვენ? თმის ბადე რატომ გახურავს? მელოტი ხარ. კარგი, ხო, შეგიძლიათ ჩემი +1 იყო სოტოვოჩეს წვეულებაზე. მადლობა. დრო გადის. აქედან უნდა გავიდეთ. გეგმა როგორია? მუშაობ ამაზე. მუშაობ? მე რაღაც ვერ გატყობ. ამბობენ, რომ კარგი გამოძინება ნებისმიერი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიაო. მე მეგონა, რომ გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თვითონ გეგმა იყო. ეგ ბევრს ეშლება. მაშინ იქ, ბალიზე, რომ ლაპარაკობდი. მამა ჩემზე. საიდან გაიგე? არ მინდა გული გადგინო, მაგრამ გამონაკლისი არ ხარ. მარტო ერთ რამეს ვერ ხვდები. შვეიცარიის პოლიციის კაპიტნის შვილი კრიმინალურ სამყაროში როგორ აღმოჩნდა. მოკლე ვერსია გინდა? მამა ჩემი იშვიათი ნაბიჯვარი იყო. დაგრძელი ვერსია? 8 წლის რომ ვიყავი. მამა ჩემს ეგონა, რომ საათი მოვბარე. ის რკინის ჯართი ყველაფერზე მეტად უყვარდა. კითხა, მე ხომ არ მოვიპარე? უთხარი არა მეთქი. მან კი მითხრა, რომ ზუსტად იცოდა, რომ მე მქონდა და რომ ვიტყუებოდი. ამის მერე აღარ მელაპარაკებოდა. არც შობაზე, არც ჩემს დაბადების დღეზე. თითქმის 1 წელი გავიდა ისე, რომ ჩემთვის ხმა არ გაუწია. თითქოს არ ვარსებობდი. მერე ერთ ღამეს სახლში მოდის, მაგიდასთან ჯდება სავახშმოდ და აი, ისიც, ის საათი, დაკარგული საათი, მაჯაზე უკეთია. გვიან გავიგე, რომ თავის სამუშაო მაგიდაზე ყოფილა და თურმე ქაღალდები ეფარებოდა თუ რაღაც ეგეთი. მაგრამ ბოდიში არასდროს მოუხდია. უბრალოდ თვალებში შემომხედა და მკითხა, სკოლაში რა ხდებოდა. და ყოველ დღე მეკითხებოდა,
სკოლაში რა ხდებოდა? მე არასდროს მიპასუხია. უბრალოდ ვუყურებდი. არ ჭამდი, არ სვამდი. მომდევნო კვირას პანსიონატში გამიშვეს. სერიოზულად? გეღადავები. სულ ხარ ამის გამო. არა. ყველაფერი რიგზეა. კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი ვისწავლე. მნიშვნელობა არ აქვს რას იზამ. თავარია, რას იფიქრებენ, რა ქენი. და შენი მოხუცი როგორი იყო? მასზე არ ვლაპარაკობ. ეგრე ცუდა დაასაქმე, არა? კარგი ამბავი მაქვს, ჩვენი გუშინდელი თერაპიის მერე ახალ შობილივით მეძინა. კიდევ უკეთესი ამბავი ისაა, რომ ჩვენი გაქცევის გეგმა შევიმუშავე, რომელიც 3 მარტივი ნაბიჯისგან შედგება. კარგი, გითხავ, პირველი ნაბიჯი რა არის? ყურადღების გადატანა. საპნით? იცი რა მოხდება, როცა საპონს ჩვენ შემთხვევაში სუფთა გლიცერინს სარეცხ საშუალებაში ჩააგდებ, ჩვენ შემთხვევაში აზოტის მსჯავაში. ნიტროგლიცერინს მიიღებ. უნდა გავიქცეთ დროზე. ჩაკეტილია. დაშვების ბარათი გჭირდება. ნაბიჯი მეორე, წინასწარ იფიქრე. ეგ საიდან გაქვს? მიეთ პოლიცია. პოლიციელი არ არის. კარგი და ახლა ნაბიჯვარი. რა? გასაგებია. რა საკეთებ? რა არის მესამე ნაბიჯი? შუმარ. მესამე ნაბიჯი. ქვის ჯენგა. ჯერშენ. მადლობა. არაფრის. გამოიწიეთ. აკეთ. კედლის მეორე მხარეს არიან. პერიმეტრი დაიცავით. მადლობა. კარგი. ვერტფრენის მართვა შეგიძლია? შენი კეფა უზარმაზარ პენის გავს? ორივე კითხვაზე პასუხი დადებითია. რა საყვარლობაა? ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ მეგობრები არ ვართ. საუკეთესო მეგობრები ვართ. აქეთ არიან. გაიქეცი.
ვერ ვიჯერებ, რომ ეს არავის არ დაუნახავს. დროზე აქეთ, ესროლეთ. კარგი. ფუ, ამის ყველაფერი რუსულადაა. დროზე. ნამოიღე. წავედით, მხოლოდ პისტოლეტი აქვს. ჯანდაბა, ეს როგორ იღება? ნაბიჯვარი. გადატენეთ. ჯანდაბა. მოხვედი? მადლობა ღმერთს, შენთვის უოცულობდი. ნუ ბოდიალობ, ჩემს დატოვებას აპირებდი, არა? შენ არ მითხარი თავი გადაირჩინეო. მე გითხარი გაიქეცი მეთქი, მაგრამ აქ დამტოვე მეთქი არ მithქვამს. შენ მითხარი წადი და თავი გადაირჩინეო. ისე რომ იცოდე სამარადისოდ გულით ვაპირებდი შენს დარებას, ასე რომ ნუ მეც უწუნები. ეს რაც იმციმებს. ხედავ, უმარტივესი იყო. ლონდონი. ვიცი, ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ მამა ჩემმა მაგწია ისეთად, როგორიც დღეს ვარ. შეიძლება პრობლემაც სწორედ ამაშია. ყოველთვის გამარჯვებისკენ მივიძევ. სულ მინდა რომ საუკეთესო ვიყო იმაში, რასაც ვაკეთებ. ვერასოდეს ვდუნდები. არ შემიძლია რომ უბრალოდ ცხოვრებით დავტკბე. ეს ნორმალურია? მე საიდან უნდა ვიცოდე? რა? მე თერაპევტი არ ვარ, უბრალო ანალიტიკოსი ვარ. მაბადიეთ. ახლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს და რატომღაც ვიფიქრე, რომ თქვენთან საუბარი მიშველი და ჩემს სფეროში ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც მოსმენა შეუძლია. მადლობა. მოკლედ, მაბადიეთ ამ ყველაფერში რომ გაგრიეთ, მაგრამ თქვენი ტერმინალით უნდა ვისარგებლო, რათა ვერავინ შეძლოს შემი შეტყობინების კვალზე გასვლა. და ამის საუკეთესო საშუალება სისტემის შიგნიდან მოქმედებაა. თქვენს ადგილას უსაფრთხოების სისტემას გავაუმჯობესებდი. მაგარი სირცხვილია. იცოდით, რომ თვალთვალის პროტოკოლის 99% მესამე მხარის მოძრაობაზე მოდის. არავინ ელოდება, რომ საფრთხე შეიძლება შიგნიდან მოდიოდეს. ამიტომ ვიყენებ თქვენს კომპიუტერს, თქვენს ოფისს. აი, ესეც ასე. უბრალოდ ჩემი კონკურენტების შეყოვნება მჭირდება, სადაც არ უნდა იყვნენ. გამარჯობა, ინსპექტორო დას. ვინმე შეძებთ?
გაიქცა. ხვალღამით 8 საათზე დრესკოდი ფორმალური. არ დააგვიანოთ. თქვენი მეგობარი. ვშიშობ დღეისთვის ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენი სეანსი უნდა დავასრულოთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ. არ გაინცრეთ. ხედავ? ნორმალურად არაფერი გამოდის. ვინმე თუ ვენდობის აუცილებლად დააჭერს მაგიდის ქვეშ დამალულ კანგაში ზღილაკს ფეხს და მე იძულებული ვარ ასე მოვიქცე. არ ბრაზობ. უბრალოდ იმედ გაცრუებული ვარ. მეგონა შენ სხვებს არ გავდი, მაგრამ პირველ ჯერზე გაბადიებ. კარგი, მე წავედი. ეს რომ გაიღვიძებს, ეტყვი რომ ღილაკზე შემთხვევით დაგეჭირა. ის კიდევ ისე ჩქარობდა, რომ ფეხი წამოგრა და მაგიდას ჩამოარტყა თავი. და თუ გადაწყვეტ რომ არ დამიჯერო, მინდა რომ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც არ დაგავიწყდეს. ყველას ვიცნობ ვისთან ერთადაც მუშაობ. და შენი ოჯახის წევრებიც ვიცი ვინ არიან. და კიდევ შენი ძებნის ისტორია ვნახე. ნოლან, ტომბე, მოდი ჩემთან. არ ვიცი ამისთვის მადლობა როგორ გადაგიხადო. მიხარია რომ როგორც იქნა შენთვის ვალის დაბრუნება შემიძლია. ახლა მე ვარ შენთან ვალში. წამოდი, ყველაფერი მზადაა, კარგი. წვენებიც მოამზადე, ძალიან კარგი. ტომბემ ტანსაცმელიც მოგვიტანა, როგორც იქნა ამ ძონძებს გავიხდით. ხო, მართლა. ტომბე, ეს აგენტი ჯონ ჰარტლია, გამოძიების ფედერალური ბიუროდან. ისე რასაც მის კოლეგებს უამრავი შენი კოლეგა ხავთ ციხეში გაშვებული. გაგიჟდება კაცი. შენ წვენს ვერ მიიღებ. გასაგებია, მშვენიერი ქურთუკია. მე კიდევ ეს შემხვდა. კარგი, რა ძმაო, ახლა არ დაიწყო. თავარია რომ კომფორტულად ხარ. კარგი, როგორც ხედავ, ყველაფერი მოფიქრებული ქონია. მე არ განმანათლებ, აბა რას ვიზარო. მოკლედ, გეგმა ასეთია, წვეულების დროს ყველა სტუმარი და მოსამსახურე პერსონალი მთავარ სართულზე უნდა იყოს. კვერცხისკენ მიმავალი კარი ზემოთაა ჩაკეტილია და საიმედოდ იცავენ. მაგრამ სხვა გზაც არსებობს. საიდუმლო შესასვლელი. აი მე რას ვფიქრობ? ორივე ერთნაირ შავ საღამოებში გამოვეწყობით და დიდი ბატონის საძინებელში შევიპარებით. იქიდან პირდაპირ კაბინეტში შევალთ. და ესე ჩვენი სანუკვარი კვერცხი. ეს ის კვერცხია? ჩუმად. მაპატიე. საოცრება ხარ, ვიცი. ოჰო. იდიოტო. შენს ბოლო გენიალურ გეგმაში რამდენიმე ჩავარდნა იყო. ამიტომ უფრო დაწვრილებით აღმიწერე უსაფრთხოების სისტემა. სოტი იარაღით ვაჭრობს, ასე რომ სახლში ყველა სანტიმეტრს უთვალთვალებენ. ორი შეიარაღებული დაცვის ტიპით დგას ყველა კართან. ნებისმიერი ცდომილების თავიდან აცარიდებლად სიგნალის მიხედვით იცვლებიან. როგორც კი მოძრაობას იწყებენ, მხოლოდ 45 წამი გვექნება ოთახში შესაძრომად. საკმაოდ ვიწრო ფანჯარაა, ვიცი. თვალები და ყურები ერთ პატარა ოთახშია შეკრებილი დასავლეთ ფრთაში. 87 მოძრაობის სენსორიანი კამერა. მთელ პერიმეტრზე ისეა გაბნეული, რომ სახლში ბრმა ზონა საერთოდ არ ტოვებს. ისინი ყველაფერს უყურებენ და უსმენენ. რაღაც ალექსას მაგვარია, ოღონდ თოფებით. აი აქ იწყება შედარებით რთული ნაწილი. ჩვენთვის საჭირო ოთახის კარი ტიტანისაა, 9 მეტრის სისქის და ამოცნობის ბიომეტრიული სისტემით დაცული. მისი გაბურღვა ან თუნდაც აფეთქება არარეალურია. მისი გაღების ერთადერთი გზა საჭირო სახე და ხმის ტემბრია და ალბათ მიხვდები, ვის სახესა და ხმაზე ვლაპარაკობ. სოტოვოჩე. და სადვიშოვით მის ხმასა და სახეს. პირველ რიგში პოზიტიური ფსიქოლოგიური შემართება დაგჭირდება. თუმცა ასევე შეგვიძლია დედის მტყნელი დიპფეიქის ტექნოლოგია გამოიყენოთ. დაგბურცკლა რა? ინტერნეტში შენი 12 სურათი თუ მოიძებნება, შემიძლია დედა შენს გადაუგზავნო დამონტაჟებული ვიდეო, სადაც თხასთან ორალური სექსით ხარ დაკავებული. არა, არ ვამბობ, რომ მაგის გაკეთებას ვაპირებ, უბრალოდ გეუბნები, რომ შემიძლია რომ მინდოდეს. ან საკმარისი დრო და სურათები რომ მქონდეს. მაგრამ მოიცადე,
ეს ყველაფერი არ არის. 12 ციფრიანი პაროლი ყველა 6 წუთში ერთხელ იცვლება და მისი პოვნა მხოლოდ სოტოვოჩეს ტელეფონში შეიძლება, ხოლო სოტოვოჩეს ტელეფონის პოვნა მხოლოდ სოტოვოჩეს შარვალში შეიძლება, ასე რომ, ხო, უმარტივესია. არა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. მისი თითის ანაბეჭდიც დაგჭირდება, რადგან მას ჯერ კიდევ iPhone-ი აქვს. მე-4-ის ზემოთ აღარ გამოუცვლი, ასე რომ. ანუ ანაბეჭდის გარეშე კვერცხამდე ვერ მივახცევთ. ღმერთო ჩემო, აზროვნება შეგძლებია. რა საოცრება! მე თუ მკითხავ, ჭკვიალები გაკლია. წავალ რამე ჟილეთს მოძებნი, რომელიც შენ შარვალს მოუხდება. ვალენსია. ერთი ორი მიღება. როგორ გესმის ჩიტო? ამის გაკეთება აუცილებელი არ არის. გვერდზე გიდგავარ. მიჩოული არ ვარ, ამოაზრო რაციების სარგებლობას და არც პარტნიორთან მუშაობას ვარ მიჩოული. ჩვენ პარტნიორები არ ვართ. ჩვენ ანგარებიანი ქორწინება გვაქვს. განქორწინება მინდა და ბავშვები მემრჩება. კარგი, საქმეს მივხედოთ. ანაბეჭდი ჩემზეა. შენ სოტოვოჩეს ტელეფონი დაითრიე. დაუპატიჟებელი სტუმარი გვყავს. კარგი, ეგ არაფერი. დაიკიდე. ვიცოდით რომ მოვიდოდა. აქ კვერცხისთვის ვართ და არა მისთვის. ჩემს მაგივრად მოლაპარაკობ, მასთან მიდივარ. ხსაკეთებ. გეგმა ეგეთი არ ყოფილა. გეგმები იცვლება. რა სილამაზეა. სკულპტურა ვიგულისხმებ. მობადიეთ, ვიცნობთ ერთმანეთს. წარმოუდგენელია იმის გამოცნობა, თუ ვინ ემალება ამ ნიღბის უკან. და ახლა? აგენტო ჰარტლი. ნუ თუ მთელი ეს დრო თქვენ იყავით. როგორი ჭკვიანური გამოფლაჟი შეგირჩევიათ. როგორც ხვდებით თქვენ და მისტერ ბუტს, სადაც არ უნდა იყოს ის, გინდათ რომ მეორე კვერცხთან მისვლა დამასწროთ. შანსების გასათანაბრებლად. არაფერი არ უთხრა. ან კვერცხისთვის კი არა, იმისთვის ვარ, რომ რეპუტაცია აღვიდგინო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ მჭირდებით. ფაქტობრივად ყველაფერი მოვღები. ორივე ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ხელბორკილებს აუცილებლად აგადებთ. სულ მპირდებით და მპირდებით. ფრთხილად, სცენის მოწყობა არც ერთს არ გვაწყობს. კიდია, მთელი საღამო თვალს არ მოგაშორებთ. მაგარია, მასთან ცეკვა გადაწყვიტე. პოლიციელის პირობაზე კარგად მოძრაობთ. მაგაზე გამახსენდა. თქვენს თანამოსაკნესთან როგორ მიდის საქმე? გითხრათ, სად არის მესამე კვერცხი? რომ ცეთქვა თქვენ მაინც არ გეტყოდით. ანუ არა. პარტნიორი არ გენდობათ. და თქვენ ენდობით თქვენსას. და ვინ თქვა რომ პარტნიორი მყავს? ასე სუფთად მუშაობა მარტოს არავის გამოვა, შეუძლებელია. და ახლა რას აპირებთ? აქ დამაპატიმრებთ იარაღის და სამკერდე ნიშნის გარეშე. თქვენი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ. და კრიმინალები სავსე ოთახში. ეს არის თქვენი გეგმა, აგენტო ჰარტლი. ჯანდაბა, განგაში, ანაბეჭდი მე მაქვს და ახვია მაქედან. ან იქნებ ჯერ არ მოგიფიქრებიათ, როგორ უნდა იმოქმედოთ.
ჩემთან ერთად წამოხო. სწავლება დასრულებულია. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ცოტა ვიეჭვიანე, როცა გიყურებდით, როგორც ეკვავდით სხვასთან ერთად ჩემს სწავლებაზე. როგორმე ხომ უნდა მიმეპყროთ თქვენი ყურადღება. გამომივიდა? შეიძლება. როგორც დავადგით, ეს თქვენი სწავლებაა. ბოდიშ გიხდით. შენ მისი ტელეფონის აწაფნა გევალებოდა იმის მაგივრად, რომ კუსტვის ხელები გეფათურებინა. ნუ ღელო, ის მე მაქვს. უკაცრავად? ხადაობ? ხოჩახშენ? საიდან იცოდი, რომ სატყუარას გადაყლაპავდა? სოტოვაჩი მეტრანახევრიანი ალფა მამრია, მარტივად გამოსაცნობი ნაპოლეონის კომპლექსით. თუ სხვა კაცი ეცეკვება მის სწავლებაზე ყველაზე მიმზიდველ ქალს, მისავე სახლში ის უბრალოდ ვალდებულია, რომ ჩაერიოს, რათა დომინაცია არ დაკარგოს. შეეშმაკონა ბიჭვარო. ამას გასწავლიან FBI სკოლაში. ჩვეულებრივ სკოლაში. ქალბატონებო და ბატონებო, გულწრფელად მიხარია ყველა თქვენგანის ნახვა ჩემს მოგრძალებულ ბინაში. ეს ჩვენი შანსია, სიტყვით გამოდის. მამა ჩემი სიტყვის კაცი იყო. გადავდივართ მეორე ეტაპზე. ძალიან მწუხარ სერ. შეიდიოტო. ხელი გაწიე ხეპრებ. მეგიხდით ბოდიშ, სერ, გთხოვთ მოგვიდევეთ. ბოდიშები არ მჭირდება, აბაზანა სად არის? გაუძახი. დიახ, აქეთ მომბრძანდით, სერ. კარგად გადასუფთავებთ. მამასთვის ძალიან ძვირფასი იყო ეს პისტოლეტი. და მას ყოველთვის გულთან ახლოს ვინახავ, მას შემდეგ რაც ამით ჩავაძაღლე მოხუცი. პატარობაში უფლებას არ მაძლევდნენ, რომ ამით მეთამაშა. აქეთ მომბრძანდით, სერ. ეს მარტო ხელა რეინჯერის პისტოლეტის ზუსტი ასლია. აქ რა ხდება? ვიღაცამ სტუმარს ღვინო გადაასხა. ყველაფერი ეგზეა. რაღაც არ მომწონს, ხალხს გაუშვებ. ნუ ხარ იდიოტი, შეეშვი ამ ჯაშუშური რომანების კითხვას. ყოველდღე მენატრები, მამიკო. არასდროს დამავიწყდება შენი სიტყვები. გამოცდილ მონადირეს ერთი ტყვიაც ეყოფა. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. წავიდეთ. მოდი ჩემთან, ნელა. ღმერთო ჩემო. სმოკინგში გამოწყობილი კედელი ხარ. რას აკეთებ? მისის ჩაშლას უცდილობ. ჩათვალე რომ გამოგივიდა ანაბეჭდი მოძებნე. ჯანდაბა. მოდი, ვიცი რომ აქ ხარ, პატარა ნაბიჯვარო. ჯანდაბა.
მიპოვე. ტელეფონი. კარგი, ახლა დიპფეიქის დროა. სოტოვოჩე. არის. მეგონა მისტერ ვოჩე წვეულებაზე იყო. გუნდი გაუში. დაცვის აყურებდებოდ, წითელი კოდი გვაქვს. ვიმეორებ წითელი კოდი. იცით, უდანაშაულო კაცის პირობაზე ძალიან დიდ დროს ატარებთ კრიმინალების გვერდით. მე უდანაშაულო ვარ, მაგრამ ძალიან მაგარი ქურდია, ახალბედას პირობაზე. საერთოდ არ ვარ მაგარი. როგორ არა, მაგას მოამბობ, თავდაბლობა არ გიხდება, მოკედე. მოკლედ ასეთი მორიდებული ბიჭია, კომპლიმენტების მოსმენა არ უყვარს. გაიგეთ ბოლოს და ბოლოს ამ ყველაფრის უკან კუდგას, მან გამიჩალიჩა. თუ ეს ნამდვილად ასეა, და თუ მართლა უდანაშაულო ხართ, მაშინ დაამტკიცეთ. მიდით. დააპატიმრეთ თქვენი მეგობარი. ჩვენ მეგობრები არ ვართ, გადაბმული პარტნიორები ვართ, მაგრამ ჩვენ შორის რაღაც კავშირია, არანაირი კავშირი არ არის. მოკედეთ ორივემ. ან ახლავე დააპატიმრებთ, ან ორივეს დაგაპატიმრებთ. აბა რას ირჩევთ, აგენტო ჰარდლი? მაპატია ძმაო. კარგი რა. დაპატიმრებული ხარ. მას უჯერებ იმ ყველაფრის მერე რაც ერთად გამოვიარეთ. ვარ. მე სისხები. უფრო მაგრად ვერ მომიჭერდი, ღმერთო. ხედავთ, მე კარგი ბიჭი ვარ, მაგრამ ზოგჯერ ცუდად ვიქცევი. ჰარდლი. კარგი, კვერცხი ვიპოვო და დავახვიოთ აქედან. მოიცადე, იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რაც მოხდა. რაზე ლაპარაკობ, ჩვენს მომენტზე, არავითარი მომენტი არ ყოფილა. როგორ არა, ეს ჩვენი მომენტი იყო. რამე კონკრეტულს ეძებ თუ უბრალოდ ათვალიერებთ? საშინლად გამოიყურები. აქ მოხვედრა უფრო მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება, რომ თქვენ გამოგსვლოდათ. ახლა, როცა 3-დან 2 კვერცხი უკვე მე მაქვს, უკანასკნელად მოგმართავ წინადადებით. საპასუხო წინადადება მაქვს. დაპატიმრებული ხართ. ღმერთო ჩემო, მომენტი შეგრძნება 0 გაქვს. პირობა მოგეცით, რომ ბოლოს 3 დამთავრდებოდა თქვენი ამბავი. ღმერთო, მწვენია შენს გამო, ძალიან მწვენია. აი რას გეტყვით, აგენტო ჰარდლი? ჩემი დაპატიმრება გინდათ? მოდით. და დამაპატიმრეთ. მე უბრალოდ კვერცხი მინდა, ამიტომ დამშვიდით. შვიდად ვარ. სერცაცავში პრობლემა გვაქვს. უკაცრავად.
ძმაო. ხელბორკილები გათვალისწინებული არ მქონია. ძალიან მაგარი იყო. ღმერთო, ახლა ერექციის დრო არაა. ამაზე არასდროს არავისთან წამოგწეს. არავის ვეთქვი გპირდები. კარგი. კარგი. მოიცადე, არა. არის როლოთ. უაზროდ ლაქლაქს არ ვაპირებ. კვერცხი ჩვენ არ მოგვიპარავს, გაიგეთ? უფრო სწორად ვცდილობდით, მაგრამ იმან მოიპარა. სიმართლეს ამბობს. ნუთო. მადლობა. კარგი. აღიარებას ხომ არ იცურვებდით, ქალბატონო? სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა. ვიცოდი, რომ მოვიდოდნენ. შიქ ხომ არ დილამშვიდობისა, ბატონებო. აქ. ხარების ქვეშ ვერავინ გაიგებს თქვენს ყვირილს. ამას წინასწარ გაფრთხილება ეწოდება. ვიცი რაც ეწოდება. მაინც შეგახსენე, უბრალოდ ფილოლოგს ნამდვილად არ გავხარ, მოკეტე. ბონჯორნო, მეგობრებო. მაგარია. შამპანური მოვიტანე. გაგაცნობდით ერთმანეთს, მაგრამ გონი უკვე იცნობთ ჩემს მშვენიერ ბიზნეს პარტნიორს. ხო? ხომ გითხარი, რომ კუმარტო არ მუშაობდა? ეს გარიგებით ქორწინება. თქვენთვის ნაცნობი სიტუაცია რა? რადგან ჩვენი დიდებული მისტერ ვოჩე მეორე კვერცხის მფლობელია, გარიგება შევთავაზე. ახლა კი დროა გვითხრა, სად არის მესამე კვერცხი? დაახვიე 1000 წლით. სამწუხაროა, ძალიან მინდოდა რომ მარტივად მოგვეგვარებინა, მაგრამ არა უშავს. მაინც გათქმევინებ. მისი წამების ყურებით. უკაცრავად რა? მაგარი გეგმა. თქვენ შორის განსაკუთრებული კავშირია. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს საფრთხეში რატომ ჩაიგდებდით ამ კვერცხის მოსაპარად? ხომ მართალი ვარ, აგენტო ჰარტლი. ჩვენ შორის არანაირი კავშირი არა, ამ ტიპს არც კი ვიცნობ. ბუდ, უთხარი რომ მეგობრები არ ვართ. ყველაფერი იცის ჩვენზე ძმაო. რა სისულელია? იცის რომ განსაკუთრებული კავშირი გვაქვს და რომ ჩემი ხელის მომკიდე უნდა იყო. ნაბიჯო არ ვიტყუება. თუ გაწამებს და ძალიან გადგენს, სხვა არჩევანი არ დამრჩება და მომიწევს ყველაფრის მოყოლა. აბა, მისტერ ბუდ. სადაა მესამე კვერცხი? კარგი. მაშინ დავიწყოთ. რა? არა, მოიცადეთ. ღმერთო ჩემო. აბა? დროა შევამოწმოთ, რამდენად კარგი მეგობარი ხართ, მისტერ ბუდ. ახლა ჩემს საყვარელ ადგილას მივდივართ. არა. არა. საკმარისია თამაში, ჩემო სიყვარულო. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, რომ ავალაპარაკო. პერანგი რატომ გაიხადე? რატომ გაიხადა? არ ვიცი. ზოგჯერ ჯობს. ძველებური მეთოდებით იმუშაო. მაბადია, ძვირფასო? კარგი. სპეცაგენტო ჰარტლი. შეხედე შენს მეგობარს. კვერცხი. დროზე. ბუდ, გთხოვ. კარგი, მორჩა, გეყოფათ. გეტყვით. ეგვიპტეშია. კონკრეტულად სად? დიდ პირამიდაში საიდუმლო ოთახია. ლიდარმა აღმოაჩინა 1 წლის წინ. ჯერ არ გაუხსნიათ. საიდან იცი რომ კვერცხი იქაა? დედაჩემი ეგვიპტოლოგი იყო. სანამ კითხვას ვისწავლიდი, მანამდე იეროგლიფებს ვეცნობოდი. ეგ დარბაზი კლეოპატრას საიდუმლო აკლდამაა. 2 კვერცხის დაკარგვის შემდეგ. მესამე.
მან გადამალეს. სკანერებზე ჩანს, რომ იქაა. მესამე კვერცხს. ეგვიპტე არასოდეს დაუტოვებია. არ ტყუის. საიდუმლო დარბაზის შესახებ მეც წავიკითხე. თუ ასეთი რთული იყო. აბა, ავღნიშნოთ. ჩვენი საქმის დასრულებას გაუმარჯოს. და სიამონების ფაზაში გადასვლას. ვიცოდი, კარგი რა. ვერ მიხვდი ხო? მოყვარული ხარ. დაცვა. არ ვიცი რა მოხდა, უბრალოდ შამპანურს ვამდით და უეცრად წაიქცა. და გადაღებულია. რამდენიმე საფეხურიანი გეგმა. ნამდვილად. სულ უფრო და უფრო ნაკლებად მომწონხართ. სიამოვნები დარჩებოდი და ვნახავდი, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ პაემანზე მაგვიანდება. და ერთ ძალიან დიდ პირამიდასთან. ერთი სული მაქვს, გავიგო, რა მოხდება მერე. ძალიან სახალისოა. კარგად მღერის. მის წინადადებას უნდა დათანხმებოდი ციხეში. შენ კი მისი შეყვარებულისთვის ჩვენი დაჯერისუფლება არ უნდა მიგეცა. მე დავაჯერინე ჩვენი თავი. თუ ამას ჯერ კიდევ ვერ მივხვდი, იმაზე იდიოტი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. ღმერთო, გული გამისკდა. კარგად არ გამოიყურები. ზომბის გავხარ. თქვენი ბრალია. ყველაფერი თქვენ გამო მოხდა. ის ჩემი იყო. კარგი რა ძვირფასო. ეგოგო გაჭიმული 10-იანია. შენ კი კუნთებიან ბავშვს გავხარ. არ მგონია, რამე გამოგსვლოდათ. დიდი სხვაობა იყო სიმაღლეში და ჯანდაბა. არა, მოიცადე, ჯერ ვილაპარაკოთ. ჯონ, მოგარტყა, გაგიკვირდება და არა. რა, შეუძლებელია. თავი როგორ გაითავისუფლე? ხელბორკილს მოარტყა. რამეს მოარტყა საერთოდ? გაუმართლა. აქედან გავახცევთ. არ მჯერა, რომ აქედან გავახცევთ. მოიცადე, სად მიდიხარ? ჩვენ ხომ პარტნიორები ვართ. ახლა გავხდით პარტნიორები. ჩვენი პარტნიორობა მაშინ დასრულდა, როცა ჩემთვის შოკური თერაპიის ჩატარების უფლება მიეცი. კულს ვერ იპოვი, უჩემოდ ვერ მიაგნებ. შენი წყალობით ვიცი სადაც წავიდა, ასე რომ ნახვამდის. მოვიტყუე. მოვიტყუე. რას ნიშნავს მოვიტყუე? ყველაფერი ტყუილი იყო, სულ ყველაფერი. შენც მოგატყუე, ისიც მოატყუე, პატარა იესოც მოატყუე. ყველა. მოკლედ, საქმე ისაა, რომ მესამე კვერცხი ეგვიპტეში არაა. მართლა, საერთოდ არ მაინტერესებს კვერცხი, ჩემი მიზანი კულს დაპატიმრებაა და ჩემი რეპუტაციის აღდგენა. ხო, მაგრამ კულს დაჭერა თუ გინდა, ჯერ კვერცხი უნდა იპოვო და მე ერთადერთი ვარ, ვინც მისი ადგილმდებარეობა იცის. გამიყვანე აქედან. მე კვერცხი დამრჩება, შენ კიდევ კუ. მიდი. ძალიან გთხოვ. საით. გესმის? აქეთ. ხალხში გავუჩინარდებით და სახლებში წავალთ. ჯანდაბა. მგონი ჯობს უკან დაბრუნდეთ. უშენი. არა, არ გაინძრე. რატომ? ხარებს ცუდი მხედველობა აქვთ. მოძრაობაზე რეაგირებენ. ეგ იურული პერიოდის პარკიდან იცი? არა, დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი. დევიდ ატენბოროს მიყავდა. რიჩარდ ატენბოროზე ამბობ, რომელიც იურიული პერიოდის პარკში თამაშობს.
ვამონოს, გვეუბნებიან გამოიქეცითო. თუ გაიქცევი, მოკვდები. კარგი მითხარი, ჯებ გოლდბლუმიც იყო მაგ ფილმში. ღმერთო, მართლა იურიული პერიოდის პარკი ყოფილა, ჯებ გოლდბლუმი იყო. ნა ბიჭვარო. გაიქეცი, თორე მოკვდები. მადლობა. ბრაგჭირს. არ გაიქცე, არა? მთელი გზა ასე უნდა იბუზღუნო? იცი რითი უნდა წავიდეთ? ძალიან მოგეწონება. მაგარი არა? მაწანწალებივით მატარებლით მივდივართ. სალივანის მოგზაურობა ნანახი გაქვს? არა, არ მაქვს ნანახი. და არაა მაგარი. მიდი, ისმენ, სად მივდივართ? სადაა მესამე კვერცხი? კარგი, მომისმინე. ამაზე ბევრი ვიფიქრე და ვერ გეტყვი. რატომ ვერ მეტყვი? კარგი, მართალი ხარ. შემიძლია გითხრა, მაგრამ არ გეტყვი. მითხარი, სადაა კვერცხი ბუტ? ასე გინდა? კარგი, მიდი. არ შეგიძლია, ხო? რამდენიც არ უნდა ითამაშო ქურდის როლი, მაინც არ ხარ ცუდი ბიჭი პატარავ. მოდი პირდაპირ გეტყვი ერთ რამეს. ეს საშინელება იყო. არ იფიქრო, რომ ჩემთვის სულ ერთი ხარ. უბრალოდ მე ყველა მკიდია. მამა ჩემი კრიმინალი იყო. თაღლითი სხვათა შორის. ერთ-ერთი საუკეთესო. 13 წლის რომ გავხდი, სახლში არ მოვიდა. მე და დედასის აღარასოდეს გვინახავს. აჰა. მამებში მაგრად გაგვიმართლა, არა? სასწაულია სტრიპტიზიორები რომ არ გამოვედით. ხო. მომისმინე, მამა შენი პოლიციელი იყო, შენ ქურდი გამოხვედი. მამა ჩემი ქურდი იყო და მე პოლიციელი გამოვედი. არც ისეთი განსხვავებულები ვართ. არ გთხოვ, რომ ჩემზე ღელავდე, ბუდ. უბრალოდ დახმარებას გთხოვ. დამეხმარე, რომ კუ დავიჭირო. და რეპუტაცია აღვიდგინო. მე კი იმაში დაგეხმარები, რომ ისევ ხელოვნების ნიმუშების ნომერ პირველი ქურდი იყო მსოფლიოში. მარტო ეს შანსი მაქვს, რომ ცხოვრება უკან დავიბრუნო. ხო. April 1945 წლის აპრილი. წითელი არმია საზღვარზეა. ბერლინის აღებამდე რამდენიმე დღით ადრეა. ნაცისტებისთვის ყველაფერი დასრულდა და სწორედ ამ დროს ვინმე მივიწყებული მისტერ რუდოლფი ცაიხი, ჰიტლერის ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარების პირადი დილერი და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კლეოპატრას მესამე კვერცხის ჭერია ხელში, გემზე შეხვდა და გერმანიიდან არგენტინაში გაიქცა. თან მხოლოდ ერთი პატარა ჩემოდანი ჰქონდა. ხო, და კიდევ 6 ტონიანი ტვირთის კონტეინერები, რომლებიც დოკუმენტებს თუ დაუჯერებთ, მანქანის ნაწილებით იყო სავსე. მიპასუხე, რაში დასჭირდებოდა არტ დილერს თავისი პატრონის მიტოვება და ნახევარი მსოფლიოს გადაკვეთა 100 ტონა ეგრეთ წოდებული მანქანის ნაწილებით. 70 წლის განმავლობაში მოყვარული მაძებრები, განძისმაძიებლები და უსაქმური ვაჟიშვილები ამ კითხვაზე იჭყლებდნენ ტვინს. ჰიტლერის დაკარგული ბუნკერის მოძებნა სურდათ, რომელიც სადღაც სამხრეთ ამერიკაშია დამალული. მამა ჩემიც ერთ-ერთი მათგანი იყო. ყოველ შაბათ-კვირას თავის კაბინეტში ატარებდა, ძველ რუკებში და საიდუმლო დოკუმენტებში იქექებოდა. დღესასწაულებზე მიემგზავრებოდა და აუქციონებზე უცნაურ ნივთებს ყიდულობდა. ეს საათიც იქ იპოვა. ეს უბრალოდ საათი არაა.
იმ ნაცისტი არტ-დილერის, რუდოლფ ცაიხის საათი იყო. იგივე საათი, რომელიც მამაჩემს ჩემზე მეტად უყვარდა. ნაბიჯვარი. განძის ძიება ნამდვილად არ მაინტერესებდა, მისი სიკვდილის მერეც კი. ეს მამას ჰობი იყო და ჩარევას არ ვაპირებდი. მაგრამ როცა ის აღმოაჩინე, რაც იმ საათში იყო, მაშინვე მივხვდი, რომ ხელში მესამე კვერცხის ადგილმდებარეობის გასაღები მეჭირა. არგენტინა. ბუთ, უკვე 3 დღეა მოგზაურობთ და 8 საათია წრეებზე დავდივართ. იმედია შენი რუკა არ ცდება. დამშვიდდი, ვიპოვით. დაუშვოთ ვიპოვეთ. რატომ ხარ დარწმუნებული, რომ კვერცხი იქაა? რას გულისხმობ? გავიგე, რომ წითელცხვირა ნაცისტი რუდოლფი უკანასკნელი ადამიანი იყო, ვისაც კვერცხი ხელში ეჭირა და რომ ყველა მოპარული განძი ამ საიდუმლო ბუნკერში იმალება. რა იცი, რომ მესამე კვერცხიც იქაა? რწმენა. რწმენა? მამადია, მაგრამ მინდა დავაზუსტო. ამ ჯუნგლებში რწმენის საფუძველზე ვართ? თუ გინდა ინსტინქტი დაარქვი, რადგან რელიგია არ მოგწონს. არა, უბრალოდ მე კარგი გეგმები მიყვარს, ჭკვიანური გეგმა და არა ასე უაზროდ ბოდიალი. დამშვიდდი, კარგი ამბავი მაქვს. თუ რუკა სწორად ვკითხულობ. მოვედით. სად მოვედით? მოვედით. ჯვარი ხატია. ჯვარი ყოფილა დასმული. მოვედით. როგორც იქნა? ხოჩახ. გთხოვ, ნუ მიყვირი. იპოვე, ბუთმა ბუნკერი იპოვა, აქ ბუნკერი არა, აქ არაფერია. უბრალოდ იმას ვამბობ, რაც რუკაზე წერია, მითხარი, რა წერია რუკაზე. ჯანდაბა. უკან უნდა დავბრუნდეთ. იცი რის სიბრალია, კომპასის. ეს ბოისკაუტობის დროს ვიყიდე, ძალიან ძველია. შეიძლება ვნახო? ხო, რა თქმა უნდა. ესეც, რა თქმა უნდა. გასაგები არაშიცაა პრობლემა. აი ესაა პრობლემა. რა ბოროტებაა? იცი რა არის ბოროტება? ამ გადაკარგულში იმიტომ წამომიყვანე, რომ ინსტინქტმა გიკარნახა. როგორც ჩანს, ელექტროენერგიის გადასახადს იხდიან. ალბათ ჰიდროელექტროენერგიაა. ესე იგი, სადღაც ახლოს წყალი უნდა იყოს. იმ კაცს შეხედე. ისე გამოიყურება, თითქოს რაღაცას მალავს. როგორ უნდა გავაღოთ? ჯანდაბა. მე გადავებით? ეს მამა შენი საათია? არა. ეს საათი ფილმი მაკულატურიდანაა. ხო, მამა ჩემი საათია.
ხომ თქვი რომ გატეხე. მერე შევაკეთებინე. რა მოხდა? არა, არაფერი, მიხარია რომ აგრესიული არ გახდი. ხო, მოკეთე. მაგნიტი ყოფილა. კარგი. მამა? ხო არ მიღალადო. დაივიწყე კვერცხი. მოდი ყველაფერი მოვიპაროთ. აქ რაღაცების მოსაპარად არ მოსულართ. როგორ არა, კვერცხის მოსაპარად მოვედით. ხო მიხვდით. ესე იგი, როცა მე ვიპარავ, ქურდობაა და როცა შენ იპარავ, რა არის? არ გინდა რომ გავჩუმდეთ, უпроსორად შენ გაჩუმდი. რა უხეში ხარ? ძალიან უხეში ხარ. როგორ უნდა ვიპოვოთ კვერცხი? წარმოდგენა არ მაქვს. ისეთი ყუთი მოძებნე, რომელსაც კვერცხი აწერია. ეს რა არის? ეს 1931 წლის Mercedes-Benz Grosser 770-ია. ამაში 25 მილიონს გადამიხდიან. დედამიწაზე სულ 3 ასეთია დარჩენილი. უпроსორად 4. უკვე 4-ია. 3/4 დიუმიანი მეტალი, ტყვია გაუმტარი შუშა, ინკრუსტრირებული 24 კარატიანი ოქროთი, კონვერტირებადი მანქანაა. თან იდეალურ მდგომარეობაში. იმედია მუშაობს. ცუდია რომ ნაცისტი ნაბიჯრები ატარებდნენ სამწუხარო რომ ისი დაწვა მოგვიწევს. აქ როგორ შემოიყვანეს? კიბეზე ნაწილებად დაშლილი ჩამოიტანეს და აქ ააწყვეს? იქიდან. ალბათ ადრე აქ სპილენძის მაღარო იყო. მასიური მაღაროებია, კილომეტრებზე გადაშლილი. ბუნკერი ააშენეს, შემოიტანეს ნივთები და ჩაკეტეს. თავი კუჩი ჰქონდათ. თუ ყუთში. ყუთი რა შუაშია? ვიცი ხო? იარლიყები, ნაცისტები, სულელები. ხუთი წამის წესი. არ ითვლება. ყველაფერი რიგზია. ნაკაწრიც არა აქვს. დარწმუნებული ხარ რომ მამის გაყიდვა არ გინდა? ერთი კლიენტი მყავს. მაგაზე აღარ გაწვალებთ. ხელში ამოვიდა შენი თეატრალური შემოსვლები. ეგვიპტე. მართლა გეგონა რომ სიტყვაზე გენდობოდი და პირამიდებთან გავიქცეოდი? უბრალოდ დაგელოდეთ როდის გამოიქცეოდით სოტოვოჩესგან და პირდაპირ მესამე კვერცხთან მომიყვანდით რომელსაც ახლა მე წავიღებ. ასე რომ მომეცი. მოდი, ნუ გერიდება. კარგი ბიჭი ხარ. ხო, ოჯახ. იარაღი გააგდე. აქეთ, ამ ხარეს. როგორ გვიპოვა? მე თქვენ გითვალთვალებდით, ეს კი ალბათ მე მომყვებოდა. ნუ გაატრაკე. რატომ ესვრი? მეგონა მაგათ ხარეს იყავი. მათ ხარეს ვარ, მაგრამ სროლა იმათ დაიწყეს. აქედან როგორ გავიდეთ? მანქანით. კიბეზე მანქანით ვერ ავალთ.
კიბე არც გჭირდება. დაგვაწყვია. მიდი დაკოკე. ცდილობ. სწრაფად. წამოდით. ისროლე. რა? მიდი. თქვენ ორნი მე წამომყევით, დანარჩენები უკან გამოყევით, სწრაფად. გამითავდა. გააჩერეთ. უშენი. კვერცხი დაიჭირე. გადამარჩინე. გიყვარვარ. ჩემზე გიждები. მოიცა. ჯანდაბა. გზა მთავრდება. რამეს მოეჭიდეთ. თუ გავჩერდებით, დაგვიჭერენ. დაგვიჭირონ. მერე გამოვიქცევით. მე სულ გამომდის ხოლმე. მანქანას მაგრად მოეჭიდეთ. იქნებ ჯერ გამიხილოთ ეს იდეა. ჯანდაბა.
ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. Hartley. 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 მომენატრები. ჯანდაბა. ამის დედაც. Hartley. 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 სათხარ შეუთვინო გოლიათო. ვის ეძახი უთვინოს? აქ ვარ. ჩემ გამო კვერცხი მიატოვე? არა. რა ვიცი, ასე ჩანდა. სულაც არა. იქ ჩემს გადასარჩენად გაიქეცი. ტელეფონი ჩამივარდა. ძალიან სწრაფად უნდა მოიყო. მერე ბრინჩი ჩადო რომ გაჟრეს. გეგონა რომ მოკვდი. არ მეგონა რომ მოკვდი. მინდოდა რომ მომკვდარიყავი. დავინახე როგორ გაიქეცი და მეძახდი Hartley. კარგი, ხო, მინდოდა ამომიყვანე გადამერჩინე, იმედი მომეცა და მერე ისევ გამეგუდე წყალში. მომისმინე? არ ვაპირებ ტრაბახს, არც ბაკიბუქობას. ასეთი არ ვარ. ალბათ ზოგი იტყოდა, რომ ეს სრული კრახი იყო შენთვის, ხო? ხო, რა თქმა უნდა, იტყოდნენ. ყველა ასე იტყოდა. მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიხვდე, რომ დამარცხდი და მე გავიმარჯვე. ჩვენ. ხო, ჩვენ. ერთად. მეგობრულად, გუნდურად. ამას ამბის მორალს უწოდებენ. უკვე წლებია მინდა სახეში გითხრა. ქიში და შამათი. რა კარგი შეგრძნებაა. მეორე კვერცხი მაქვს შენ ერთი და მაინც ფიქრობ რომ მოიგე? რანაირად? ჩემი მოგება არაა საჭირო იმისთვის რომ შენ დამარცხდე. მთელი მუღამი თამაშია. სანამ მესამე კვერცხი მე მექნება, შენ ვერ გაიმარჯვებ. ფული აღარც მაინტერესებს. შენი სახე უნდა ნახო. ხო, აი ეგ სახე, ხო, იდეალურია. დამარცხებულის გამომეტყველება. მოკლედ შეუდარებელია. და ეს ყველაფერი არაა. ბონუსის სახით, ჩემი მეგობარი სრულიად უფასოდ სამუდამოდ ჩაქსვა ციხეში. ასე რომ, ძალიან მიხარია. ადექი. ვიცოდი, რომ ამი დასრულდებოდა. მართალი ხარ, ცუდი ბიჭი ვარ. ვიცი როგორ მუშაობს თაღლითური სქემები და მიჯერე. არ მიცნობ, ბუდ. წარმოდგენა არ გაქვს, რისი გაკეთება შემიძლია. რა ჯანდაბა? შეხედე. დამარცხებულის გამომეტყველება. შეუდარებელია. მთელი ეს დრო მისთვის მუშაობდი? ჩემთვის არა, ჩემთან ერთად. პარტნიორები ვართ. ხო, ორივე კუ ვართ. გითხრა, სადაა მესამე კვერცხი? მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. მზად ხარ? ხო. სიურპრიზი. ჭადრახში ორი კუა. ხო, და უამრავი ბაიკი. პირველი კვერცხი ბალიზე გადავეცი. მეორე სოტოვოჩესგან წამოიღო. მესამეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიგდებდით ხელში თუ შენ მიგვიყვანდი მასთან. და ასეც მოხდა. მეგონა რომ ყველაფერს მიხვდებოდი, როცა გეუბნებოდი პარტნიორები არ ვართ, რეპუტაცია უნდა აღვირგინო, კანონის დამცველი ბიჭი ვარ, ბლა. სიმართლე გითხრა მგონი, ციხეში ცოტა გადავამლაშე. არა, ძვირფასო, კარგად გამოგივიდა. ხო, მართლა, მადლობა. შენ რას ფიქრობ, ზედმეტი იყო? რამდენიმე შენიშვნა მაქვს, მაგრამ მთლიანობაში ცუდი არ იყო. ცუდი არ იყო? კარგი. ერთი წუთით, ცოტა უკან გადავახიოთ. ელექტროშოკით აწამე. თან ქვემოთ ჩახვედი. ხო, სხვადასხვა ძალიან მტკივნეული იყო. ვიცი, მაბადია. სხვა გზა არ მქონდა. არა. სხვანაირად როგორ მომეცა ხელბორკილებით გასაღები. მოიცა, როგორ გაითავისუფლე თავი? მოკლედ, კვერცხი. კვერცხი. ეგი არ აღისველია, არ მგონია რომ ექსპერტი არ ვარ.
მესამე. მადლობა. გავიაროთ. ანუ ყველაფერი ტყუილი იყო? ის ისტორიაც მამა შენზე. არა. მამა ჩემი კრიმინალი იყო და ვერ ვიტანდი. ამიტომ გადავწყვიტე მასზე უკეთესი გამხდარიყავი. მინდოდა მისსავე თამაში და მემარცხებინა. ბოდ, ასე მკაცრად ნუ განში საკუთარ თავს. კარგი ხარ, ძალიან კარგი, ბევრზე უკეთესი. იმედია შემდეგში უფრო გაგიმართლებს. კიდევ დარჩებოდით და დაგელაპარაკებოდით, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ქორწილს უნდა მივუსწროთ. თან შესაფერისის საჩუქარიც ვიშოვეთ. არ გეწყინოს მეგობარო, ეს ხომ სამუშაოა. არ მეწყინება. კარგად გავერთეთ. მიყვარს ორმაგი თამაშები. ისე შემთხვევით მზისგან დამცავი კრემი ხომ არ გაქვთ? დილით მაკიაჟი არ წამისვამს და მეშინი არ დავიწვა. კაირო. ასეთი მშვენიერი მოვლენა მამის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. სწორედ ამიტომ, ჩემი ერთადერთი ქალიშვილის ქორწილისთვის ფული არ დავიშურე, რათა გამორჩეული საჩუქარი მიმერთვა. დედოფლის, ჩემი კლეოპატრას შესაფერისის საჩუქარი. 2000 წლეულის განმავლობაში პირველად 3 ძვირფასი კვერცხი ისევ ერთადაა. ღმერთო ჩემო, ედ შირან მიყვარ ხარ? ედ შირანი, ვინი ფიქრებდა? ღმერთო, რა საყვარელია. მომწონს ეს ბიჭი. ყურადღება, ინტერპოლის პოლიცია, ადგილებზე დარჩით, ოპერაცია მალე დასრულდება. რას აკეთებთ? გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ღმერთო, ნუ მეხებით, უკაცრავად. მოდი, აბა. მას ჩვენ წავიღებთ. დიდი მადლობა. წავედით აქედან. მოპარული ქონების ფლობა დანაშაულია. პადარძლის მამა დაპატიმრებული ხართ. რა აღმაშფოთებელია. გამიშვით. არ იცით ვინ ვარ? სამეფო კარის თამაშებში ვიყავი. ედ შირანი ვარ, წუკნა. სარდინია. 6 თვის შემდეგ. ეს გაუდა არაფრად ვარგა. არ და რა კარგი ახდა. იფიქრებ რომ ყველიც კარგი უნდა იყოს. ეგ ყველი არა. უმიღორის ხორცია. ამბობენ რომ სოლიტერი ახტუნებს. გაგიკვირდა ჩემი დანახვა. გაგვიკვირდა რომ ამდენი ხანი დაგჭირდა ჩვენს მოსაძებნად. სხვათა შორის გუშინდელის მერე აქ ვარ. გუშინ ღამით სექსის მერე მარტო თქვენ აყვიროდით. ისე მაგარი ხადაობა გამოვიდა. დასმა სანაპიროზე მიპოვა. როგორც ხედავ, მეგობრებმა მიგატოვეს. და იმ ერთადერთ ადგილას გამაგზავნა, რომელიც მის ინსტაგრამზე საშინლად გამოიყურება. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ გაქცევის ნამდვილი ოსტატი ვარ. და გავიქეცი. მოკლედ, ვარ თუ არა გაბრაზებული იმის გამო, რაც სანაპიროზე მოხდა, რასაკვირველია არა. კვერცხები და სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს. აქ მოსალოცად მოვედი. კარგია, მიხარია, რა გინდა? პატიება შემიძლია, დიდი გული მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ კარგი მეხსიერება მაქვს. კონკრეტულად რაზეა საუბარი? ჩემს მეგობარზე. თქვენ 300 მილიონი მიიღეთ იმ კვერცხებში, სანამ იმ მილიარდერსაც დააჭერინებდით. ისე ეგეც კარგად გამოგივიდათ. მოკლედ, ჩვენს მეგობარს ინსპექტორ დას. პატარა მინიშნება მივეცი კაიმანის კუნძულების დაცულ ანგარიშზე, სადაც ეგ ფული შეინახეთ. როგორც აღმოჩნდა, არც ისე დაცული ყოფილა. ყველაფერი დაბლოკეთ.
ხედავთ. ახლა კი გავსწორდით. ყველამ წააგო. ფული არავის აქვს და ისევ მეგობრები ვართ. მორჩი სისულელებს რა შემოთავაზება გაქვს. ახალი საქმეა, ორმაგი მოგება, სამაგი რისკი და თან რაც ყველაზე მთავარია, ეს სამი ადამიანის საქმეა. 1 2 3. მოდი გამოვიცნო, გუარს თუ ვიტყვით ინსპექტორი დასიმოვა და დაგვაპატიმრებს. ძალიან სწრაფი კატერით. იცი რა არის ყველაზე სასაცილო ბუდ? ვინ დიზელი კატების მიუზიკლში? მართლა ვნახე. ის ფაქტი, რომ გონია შენთან ერთად ვიმუშავებთ. მოშორდი იახტიდან. კარგი, წვერ გათხრილ კბილის ჯაგრისებს შემოგიგზავნით ციხეში. მოიცადე. მისმინე. ახალი საქმე მაინც გჭირდება. ვიცი რომ ჭკუიდან გადაყვხარ, მაგრამ საქმე იცის და კარგი გუნდი ხართ. ასე არა. როგორ არა? მენდობი, ყოველთვის. გიყვარ ვარ. ძალიან. მეტი არაფერი გჭირდება. რა უნდა მოვიბაროთ? ეს. Царелия, არავინაა. მზად ხართ? რა შეიძლება მოხდეს? ყველაფერი.